მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ცნობები როგორი არის? პირველ რიგში თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ. მხარია რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ბუნებრივია ექიმებისგან და დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვეხარია. მადლობა ღმერთს რომ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მნიშვნელოვანია გამოძიება დაიწყო მყისიერად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს ბუნებრივია გამოძიება ითქოს. ბატონო ირაკლი, თქვენს გახსენებთ, თქვენი სახელი და გვარია ამ წერილში ნახსენები. თუ დაინტერესდით რატომ, რა კონტექსტში, რა არის ამის ახსნა? ბუნებრივია მეც ყველაფრით დავინტერესდი და არასწორი გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი, თქვენი ცით არის კონკრეტული მუხლით, აღსრულის სისხლის სამუხლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესაძლებელი. ბუნებრივია, თავის შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან ძალოვანი სტრუქტურების კორუფციას და ბარიგების მფარველობას. მე არ ვიცი კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხო? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა, თქვენი ცით ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება, კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. დაგვისახელეთ თუ შეიძლება. მაგალითად ეს არის, პირველი მაგალითად ეს არის ფორმულა. ჩვენ ბარიშობაში დავდეთ ბრალი. კონკრეტული მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. 1000 მუშაობა არის სტრესული. სამართლიანო ახლა ვერასაც ამბობ, სტრესული არის პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ 1000 ტყუილს, ძალიან ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის რა თქმა უნდა ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს დათესოს სიძულვი. ხო, ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია, ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის სიძულვილის მუდმივად დათესვა. ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მედიები იგულისხმება, როცა ეს ყორუფცია. არა, ეს მე არ მეთქვამს. ეს მე არ მეთქვამს, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს ბუნებრივია გამოძიება. ძეწოლას ვინახდნენ და როგორც ვიცი, რა თქმა უნდა, არა მარტო მე, პირველ რიგში დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, ბუნებრივია მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს აბსოლუტურად ყველა დეტალს. პოლიტიკური პარტიის წევრები და აქტივისტები საუბრობენ რეპრესიება დაფასებენ. ძალოვნები. რას უპასუხებთ მათ ბრალდებებს? არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს პრობლემა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, აქ არსებობს რეაგირების ზომები. არ ვიცი. ბატონო ირაკლი, ამერიკის